მოგესალმებით ისევ ჩემს არხზე სისტემ დიზაინის სეზონის მესამე ეპიზოდით, რომელიც არის ალბათ ყველაზე კლასიკური მაგალითი, რაც განიხილება ხოლმე სისტემ დიზაინის ხსენობისას, e-commerce სისტემა, ანუ იგივე ონლაინ მაღაზია. დღეს ჩვენ დავფარავთ ამ ამოცანას Junior Scope-ის ფარგლებში და ინჟინერმა სწორედ მოთხოვნების გამორკვევით უნდა დაიწყოს თავის საქმე. თუ გასაუბრებაზე ხართ და გამსაუბრებელი აღწერს რაღაც ისეთ დიზაინს, რისი გაკეთებაც არ შეგიძლიათ, ანუ ეს არის ხარისხობრივი მახასიათებელი, რომელიც სისტემას ჭირდება იმისთვის, რომ ჩაითვალოს გამართულად. გარდა სემანტიკური დაყოფისა, ეს არის ბუნებრივი დაყოფაც, მიდგომა, სადაც ერთი სერვისი პასუხისმგებელია მთლიან ფუნქციონალზე, ეწოდება მონოლითი და ამ კითხვებზე პასუხი განსაზღვრავს ჩვენი კალათის არქიტექტურას. Redis Store-ში შენახვა. ძალიან ზოგადად მთავარი განსხვავება ბაზასთან არის, რომ ის ცხოვრობს მეხსიერებაში და ბაზა ცხოვრობს დისკზე. და როცა მომხმარებელი ამატებს Nudes კალათში, JavaScript-ი ინახავს local storage-ში JSON ფორმატით. და იმისთვის, რომ მომხმარებელს მისცე ბაზაში ჩაწერილი კალათის ქონის უფლება, აუცილებლად უნდა ქონდეს გავლილი ავტორიზაცია. შემდეგ ზუსტად ეს time to live მექანიზმი, რომელიც ჩაშენებული აქვს. ბაზის მიდგომაში ამის მოგვარებისთვის, როგორც აღნიშნა, საჭიროა cron დავალება. მე აუცილებლად ვეცდები, რომ ავარჩიო ერთი მაინც მაგალითი Junior Scope-ისთვის, რომელიც არარელაციულ ბაზას გამოიყენებს. ამაზე დაყრდნობით უკვე გადასახდელი ჯამის გამოანგარიშება, ანუ რა ხდება თუ ყველაფერი საუკეთესო და ტრივიალური სცენარით არ ვითარდება. ძირითადი შემადგენელი ნაწილები დღევანდელი სისტემ დიზაინის ასაწყობად ჩვენ უკვე დავფარეთ. და თუ გსურთ მაგალითად გაფართოებული დიზაინის აგება, სადაც ნოტიფიკაციების სისტემაც ცალკე იქნება გამოყოფილი, ძალიან კარგი სავარჯიშო იქნება თქვენთვის და შეგიძლიათ გააკეთოთ. მე მგონი საინტერესო ეპიზოდი გამოვიდა. მადლობა რომ დარჩი ბოლომდე. ხო და რომ არ გამოგჩეს ეს მომდევნო ეპიზოდები, გამოიწერე ჩემი არხი და ასევე გამომყევი Instagram-ზე.